2026 წელს 17 ქვევით ჩაქრიანობით ყურძენი 30 თეთრი ეღირება, ხოლო 21 და 23 ზემოთ ჩაქრიანობით ყველაზე ძვირი. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ ტელეკომპანია გურჯაანთან ინტერვიუში განაცხადა. მან მევენახეები წინასწარ გააფრთხილა და ურჩია, რომ ვაზი არ დატვირთონ, რათა ხარისხიანი ყურძენი მოიწიონ. გარდა ამისა, კანონში ცვლილებები შედის და კომერციული ვაზის გასაშენებლად აუცილებელი იქნება ნებართვის მიღება. შედის ცვლილებები კანონში ვაზისა და ღვინის შესახებ და მომავალი წლიდან კომერციული ვენახის გაშენებას დაჭირდება შეთანხმება ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მოვითხოთ გარკვეულ ინფორმაციას, ვთქვათ, ნერგების შესახებ, ნიადაგის შესახებ, ადგილის შესახებ, თუ სად აპირებს ფერმერი ვენახის გაშენებას და ყველა ამ ინფორმაციის შეკრების და დამუშავების შემდეგ გავცემთ შესაბამის რეკომენდაციებს. უკვე გვექნება მომავალ თვლში ორი მაჩვენებელი ხარისხის, ერთი ეს იქნება 17, აქვე შემიძლია გითხრათ და 17 ქვევით ყურძენი მოგეხსენებათ არც სასპირტო მიმართულებითაც არ არის სახარბიელო. 17 ქვევით ყურძენი იქნება ძალიან იაფი, საუბარი მაქვს იგივე ფასზე, რა ფასაც ასეთაც ვთქვათ იბარებს კერძო სექტორი უწამლებს ჰიბრიდის ყურძენს, ეს არის 30 თეთრი. ამიტომ ეხლავე მინდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადლობა ამისთვის თქვენ, რომ სწორედ ეხლა ვიწყებთ ამაზე კომუნიკაციას საუბარს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ ჩვენმა ფერმერებმა სხვა ფორმირების დროს. აუცილებლად. იქიდან გამომდინარე, რომ არ დატვირთონ ვაზი იმედენად, რომ მან ვეღარ მოახერხოს 17-იც კი, ანუ მინიმალური ამ შემთხვევაში შაქრიანობის დაგროვება. ასევე მინდა გითხრათ, რომ აიწევს შარშან როგორც ვახდენეთ 19 კი იყო შაქრიანობა, შემდეგი ნაბიჯი იქნება 21 თეთრის შემთხვევაში და სწორედ 21 ზემოთ იქნება საღვინე, ანუ მაღალხარისხიანი ყურძენი, რომელიც ჩაბარდება ყველაზე ძვირად. აქვე გეტყვით, რომ ამ კონკრეტულ ფასებზე 17-დან 21-მდე და 21 ზევით შეჯერებით მიმდინარეობს მსჯელობა, მაგრამ გეტყვით, რომ ის რაც შარშან ლარად ვარდებოდა, ანუ სასპირტე მიმართულება იქნება ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ უფრო იაფად ჩაბარდება, ვიდრე ეს იყო 2025-ში და შესაბამისად გაიზრდება სხვაობა საღვინე და სასპირტე ყურძენს შორის. ეს რაც შეეხება თეთრ ყურძენს და ვფიქრობთ, რომ საფერავის შემთხვევაში კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი იყოს ხარისხიან ყურძენზე და ეს იყოს 23 შაქრიანობა.